ზაფხულია და მასთან ერთად მოდის შვებულების პერიოდი. ჩვენი დღევანდელი თემა სწორედ დასვენებას ეხება. როგორ დავისვენოთ ისე, რომ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც განვიტვირთოთ და ძალების სრულფასოვნად აღვიდგინოთ, რა არის აუცილებელი სრულყოფილი დასვენებისთვის. საკმარისია მხოლოდ ფიზიკური დასვენება თუ გონების გათავისუფლებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური დასვენება. სწორედ ამ საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთდა ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა. მოგესალმებით, ხალბატონო მარინა, მადლობა ჩვენთან მოგწანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა. დასვენების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ და ვიდრე აი ესეთ დიდ დასვენებაზე ვისაუბრებთ, რაც ზაფხულს უკავშირდება ხოლმე და ხანგრძლივზე უფრო სწორად, პატარ-პატარა დასვენებების მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში ადამიანმა საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ დაისვენოს 2 დღე, ან თუნდაც 1 დღე საკუთარ თავს დაუთმოს, რომ არ მოხდეს ესე იგი გადაწვას, რასაც ვეძახით. მე და ძალიან გადახლა. და დასვენების თავით რომ აღარ გქონდეს ზაფხულში, ესე იგი იმ მდგომარეობამდე რომ არ მივიყვანოთ ჩვენი თავი. დიდი მადლობა. რაღაცა ინფორმაციული ნევროზის საუკუნეში ვცხოვრობთ და დასვენება განიცდება და განიხილება როგორც ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. აი ვთქვათ, სამსახურიდან გადაერთო იმაზე თუნდაც ონლაინ რაღაც, რა ვიცი, ყიდვა, გაყიდვა, რაღაც გართობაზე, TikTok-ზე და ასე შემდეგ, იგივე სოციალურ ქსელში ინფორმაციას მოძიებაზე. და დასვენება არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. აი, თვითონ ბიბლიაში რო არის 6 დღე ქმნიდა და მე-7 დღეს დაისვენაო, ეს დასვენება ყველას სხვადასხვანაირად ესმის, ხო? ეხლა ჩვენ რო გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში. დიახ, 1 დღე მაინც კვირაში ადამიანმა უნდა დაუთმოს თავის თავს, დაისვენოს, მოახერხოს გადატვირთვა. გასაგებია, რომ ჩვენთვის კვირა დღე არის საუფლო დღე და ყველა ქრისტიანი მიდის ტაძარში და ესეც არის ზეიმის ნაწილი. ალბათ ხშირად მიფიქრე, ღმერთმა არ მოგვიშალოს წირვა ყოველ კვირას და ყოველ საუფლო თუ ნებისმიერ დღეს, მაგრამ დანარჩენი დრო არის ადამიანის, რომელიც შეუძლია გაატაროს ბუნებაში, რა ვიცი, წყალთან, სადაც სიამოვნებს და სადაც კარგად გზნობს თავს. თუმცა დღეს ესეთი მდგომარეობაა, რომ თქვათ ეს გადაღლილი მთელი დღეები მუშაობს, მე შაბათ-კვირა შეიძლება სახლის დალაგების დრო არის, სარეცხის, გაკეთების, რაღაცის გადატანის, გადმოტანის და შესაბამისად ვერ ახერხებს ამას ადამიანი და დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ნახევარი საათიდან 1 საათამდე ალბათ ადამიანმა თავის თავს უნდა დაუთმოს საკუთარ თავთან განმარტოებას. ეს დასვენება, აი თუ ავიღებთ ესეთ რამეს, რომ მაგალითად როგორც ჩინელები ამბობენ, 2 ტიპის ენერგია, ენტალპია და ენტროპია, ხო? არის აკუმულირებული და არის დაშლილი ენერგია. როდის ხდება აკუმულირება ენერგიის? როცა ადამიანი თოხნის, ბარავს, კითხულობს, შრომობს, წერს, კითხულობს და როდის ხდება დაშლა, როცა უსაქმურობს. ანუ სიზარმაცე და უსაქმურობა არ არის დასვენება. და რატომ აღმოჩნდა, რომ შრომის დროს მცონარება, ხო? რა თქმა უნდა, შრომის დროს ხდება ენერგიის აკუმულირება და მაღალი აქვს უფრო სტრესმედეგობა, ანუ სტრესთან გამკლავება და იმუნიტეტიც მაღალია. ხოლო უსაქმურობის, მცონარობის, სიზარმაცის დროს პირიქით სტრესმედეგობა ძალიან დაბალია, ვერანაირ სტრესს ვერ უძლებს და იმუნიტეტიც დაბალია. და მას რაშია საქმე, ხო? ერთის მხრივ ადამიანი, რომელიც ვთქვათ, არაფერს არ აკეთებს, ვიღაცას გონია, რომ ისვენებს, არ ისვენებს, ის არის გამოფიტვის. ესეც გამოფიტვა. როგორც შეიძლება გამოფიტვა მოხდეს გადაძაბვით და ზედმეტი შრომით და ზედმეტი, ვთქვათ, მოძრაობით, ისე შეიძლება მოხდეს უმოძრაობით გამოფიტვა და სრული, ვთქვათ, დეგრადაცია ადამიანის. დეგრადაციაც და ისეთი დაღლა, რომლის აღდგენაც თითქმის შეუძლებელი არ არის, მაგრამ ძალიან გართულდება. და დღეს ამბობენ ესეთ რაღაცებს გვირჩევენ. ალბათ ყველა ადამიანმა თავის დასვენება თვითონ უნდა მოიწყოს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ აი რა არის ბოლო დროს, რაც აღმოჩნდა
ცხელი და ცივი შხაპი. ცხელი შხაპის მერე civis გადავლება. რა ხდება ამ დროს თავის ტვინში? ხდება ახალი ნეირონული კონტაქტების წარმოქმნა. ანუ ის ცივი წყალი, რომელიც გადაესხმება ადამიანს ბოლოს და ესე უნდა გამოვიდეს, იწვევს მის განახლებას და მართლაც ვისაც ეს გაუკეთებია, მან ეს ძალიან კარგად იცის. არსებობს ესეთი ტიპი ქვია, TIP, რომელიც გულისხმობს ერთის ხრივ ტემპერატურულ ცვლილებას, მეორეს ხრივ ინტენსიურ ვარჯიშს და ეს ინტენსიური ვარჯიში 2-დან 5 წუთამდე. 2-დან 5 წუთამდე სახტუნაო, ალბათ ყველას გვახსოვს ბავშვობაში. ლახტი, ან რაღაც ესეთი, ოღონდ ძალიან ინტენსიური და 2 წუთიც კი ბევრია თურმე ამ დროს, ან თქვათ იგივე სარბენ ბილიგზე ძალიან ინტენსიური. 30 წამიც კი, აი 30 დათვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის გადატვირთვა მოხდეს და ესეც გადადის რეჟიმში, როდესაც თავის ტვინში ისევ იწყება რაღაცა ახალი ნეირონული კონტაქტები. და ძალიან მნიშვნელოვანია კვების მოწესრიგება. კვების მოწესრიგება გულისხმობს ზომიერ შიმშილს. თურმე ადამიანისთვის ზომიერი შიმშილი არის ჯანმრთელობა. აი დღეს ბევრი საუბრობს 18 საათიან შიმშილზე, რომელიც არის ამაზე მეტი შიმშილი ალბათ არ ღირს, მაგრამ ოპტიმალური და პირობითად ესეც ამ დროს ვერ ასრებს ორგანიზმი განგაშის რეჟიმში გადასვლას, იმიტომ რომ არის შიმშილი, როდესაც იწყება განგაში და განგაშის დროს სხეული როგორ იქცევა. როგორც ჩვენ ვიქცევით პანდემიას, რო აცხადებენ ომს ან რაიმე ესეთ გაჭირვებას, ადამიანი გარბის და ყიდულობს საბაზისოდ რაც სჭირდება, ზეთი, ფქვილი, შაქარი. რაღაც კარაქი და ასე შემდეგ და ორგანიზმიც აკეთებს იგივეს, როგორც კი განგაშის რეჟიმში გადადის, იწყებს ცხიმის გადალაგებას აბდომინალურ მუცლის სივრცეში და ეს თქვათ იგივე, როდესაც ადამიანს მუცელში აქვს ბევრი ცხიმი, ეს ნიშნავს, რომ მას რაღაც ისე შინია და თითქოს ცხიმი არის ის მარაგი, რომ ორგანიზმმა, ადამიანმა რო გადაწყვიტოს ამ სხეულის პატრონმა, რომ უცბად შიმშილობა გამოაცხადოს, მას კონდეს დაგროვილი რაღაცა მარაგი. ეს აქედან გამომდინარე ოპტიმალური შიმშილი, აი იგივე მარხვა, ფასტინგს ეძახიან კვებებს შორის 3 ან 4 საათის შუალედის გაკეთება და ყველანაირი ისე სასუსნაოების გარეშე. სასუსნაოს გარეშე, დიახ, იმიტომ რომ როდესაც მუდმივად ხდება ღეჭავს ადამიანი რაღაცას, ამ დროს გამოიყოფა კუჭის წვენი, ამ დროს ფერმენტები იწყებს ამოქმედებას, მასში მუდმივ რეჟიმშია კუჭნაწლავი, ასე ვთქვათ, აგზნების და ეს მას არ ჭირდება, მას ჭირდება პერიოდი, როდესაც ის არის ჩამცხრალი იმ გაგებით, რომ შიდა პროცესები მიმდინარეობს მასში. სისხლის მიმოქცევა იწყებს კუჭნაწლავისკენ გადატვირთვას, რომ რაც შეიძლება მეტი სასარგებლო გამოვიდეს იქიდან. თქვენ ისეთ საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება, რასაც როგორც წესი ჩვენ დასვენებას ნაკლებად უკავშირებთ, თქვა, კვების მოწესრიგება, ფიზიკური აქტივობა, ეს ცივისა და ცხელი შხაპის კომბინაცია. აი, ეს თქვა, უფრო მეტად დასვენება ასოცირდება იმასთან, რომ ადამიანი, თქვა, უფრო მეტად შეიძლება შეჭამოს, ბევრი, ესე იგი, იკვებოს, დალიოს, ასე არის, ხო? უმეტესწილად წამოწვეს, მზეზე წამოწვეს და ასე შემდეგ და ფიზიკური აქტივობაც ნაკლებია, კვებაც შეიძლება უფრო მეტი, ვიდრე წლის განმავლობაში შეიძლება დღიური ნორმა იყო მისთვის, ანუ სულ სხვა კუთხით დაგვანახეთ რა არის ნამდვილი დასვენება და კარგი ჩვენი ორგანიზმისთვის. ბევრი ჭამა და ბევრი ჭამასმა ორგანიზმისთვის გადატვირთვაა, ხო? ეს გადატვირთვა იწვევს გასუქებას, ისევ როგორც სულუჭმელობა. იმიტომ რომ როგორ არის, ჩვენ გვაქვს რაღაცა წონის კრიტიკული წერტილი, ასე ვთქვათ, თითოეულ ჩვენთაგანს. როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ უნდა ივარჯიშოს, როცა არასდროს უვარჯიშია ცხოვრებაში და გადაწყვეტს, რომ იშიმშილოს, რომ გახდეს და თქვა დაიკლო 10 კილო, ისევ განგაში შემოდის ორგანიზმში. მას ეშინია, რომ რა ხდება, რატო არ აჭმევენ, ხო? და ცდილობს, რომ ეს ცხიმები გადაალაგოს, მაგრამ ჯერ საჭმელი რო არ არის, ამას ვერ, ნუ ტკბილისგან, საღამოს ხილის
სასმელი, ლუდი, ან ნებისმიერი სასმელი პირდაპირ გადადის იმაში შაქარ ცხიმში, ხო? და აფერხებს კლებას. როგორც კი კვებას იწყებ, ოდნავ კვებას იწყებ, რას აკეთებს ორგანიზმი? ამ 10 კილოს ხო იმატებს და კიდე 10 კილოს დაიმატებს იმისთვის, რომ შვიდად იყოს, რომ შე რო კიდე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აში მშილო, რომ მას კონდეს მარაგი. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღად უყუროთ კვებასაც, ძილსაც და მოძრაობასაც. ეს არის სწორედ დასვენება, როგორ გძინავს, როგორ იკვებები და როგორ მოძრაობ, იმიტომ რომ თუ ადამიანი არასდროს უვარჯიშია 40 წლის არის და გადაწყვეტა რაღაცა გირებით და იმით შტანგით ივარჯიშოს, მისი ორგანიზმისთვის ეს ზედმეტი გადატვირთვა იქნება, იმიტომ რომ მას არ აქვს ამისთვის მზაობა. ან თქვათ მთლიანად შეცვალა კვება. ნახეთ რა არის მინდა და უნდა ქცევა შორის არის პერსონა თვითონ. მე ვარ თითქოს ორი ცხენი, რომელიც უნდა მართოს ადამიანმა. რაღაცა მინდა, მაგრამ რაღაცა უნდა გავაკეთო. ეს უნდა მასტს ეძახიან, მასტის ნევროზს ეძახიან ამას. უნდა ადამიანს ძალიან ძაბავს, რა ეს უნდა ავდგე, უნდა გავაკეთო, უნდა და სულ ეს უნდა იწევს როგორ ვაქციოთ, უნდა და ეს უნდა თუ გადაიქცა მინდათ რომ მე მინდა ავდგედი 7 საათზე მე მინდა ვივარჯიშო განა უნდა ვივარჯიშო და გადავამტრიო ჩემი თავი ესე ძალიან მნიშვნელოვანია დისციპლინის შემოღება რიტმი მაგრამ თუ ეს გახდება ცხოვრების წესი და გახდება მინდა ოღონდ განსხვავებული მინდა ხო ვიდრე მინდა ტკბილი მინდა ვთქვათ ძილი მინდა უსაქმურობა მინდა ის რაც ჩემთვის კარგია მინდა ის რაც ჩემთვის კარგია მე ვიცოდი ადრე რომ ეს უნდა გავაკეთო იმიტომ რომ კარგია მაგრამ ახლა უკვე გადავა ტრანსლირე ჩემში და უკვე ვამბობ რომ მინდა და დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებულ განწყობას ეგრეთ setting-ს ეძახიან როგორ პროგრამას მიცემთ ჩვენს თავს პროგრამას გავუშვებ მე ჩემ თავში და ზუსტად ამ პროგრამას მივყვები და დასვენებაც არის საშუალება მე აი დამავიწყდა მე თქვა არის სუნთქვა როგორ მოახერხებ შენ რომ ისუნთქო აი არიან ადამიანები რომელიც გადიან წიწვნარში და ეწევიან და ვთქვათ სუფთა ჰაერზე მოწევის რაღაცა ესეთი რიტუალი არსებობს ეს საინტერესო ეს არის პარადოქსი ხო გაგვიდე სუფთა ჰაერზე ან რაღაც პლაჟზე და ეწეოდე იმიტომ რომ რა ვიცი მე ამ დროს სუნთქვარი უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენი ჟანგბადით მომარაგება ხდება და თავის ტვინის რომელიც არის ყველაზე დიდი მომხმარებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერზე ყოფნა და სხვათა შორის დასვენების დროს არათუ სიგარეტი არის საქართველოში არის ადგილები სისხლის ფორმულას როცვლის შემოჩამოთვალო აბასთუმანი ბახმარო და ასე შემდეგ იგივე წიწვნარი იგივე ფიჭვნარი არაჩვეულებრივი ადგილები სადაც ადამიანი თუნდაც ცდილობდეს რომ მოხდეს იქ თქვენ ისეთ საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება და დასვენება ისე წარმოგვიჩინეთ რომ ქალაქიდან გაუსვლელადაც ადამიანი თუ მოინდომებს ძალიან კარგად შეძლებს რომ დაისვენოს და თავს ბევრი რამ სასარგებლო გაუკეთოს თავის თავს აი ტექნიკისგან გაჯეტებისგან დასვენებაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება როგორც დედისთვის, მშობლისთვის, ჩემთვის ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი, ხომ? აი დაიწყო არდადეგები, ბავშვები სახლში არიან და რას აკეთებენ ისინი? ძირითადად რითი არიან? ესე იგი დაკავებული, ისვენებენ, მაგრამ როგორ ისვენებენ? სკროლავენ თუ თამაშობენ თუ რა ვიცი, მოკლედ გაჯეტებთან აქვთ ურთიერთობა და არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ დიდებსაც გვაქვს ეს პრობლემა, რომ აი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება და იმის მაგივრად რაღაცა სასარგებლოთი დავკავდეთ და ვთქვა ჩვენ თავს რაღაცა სარგებელი მოუტანოთ, სკროლავთ. იცით პლანშეტს და გაჯეტს ბევრი სარგებლის მოტანაც შეუძლია კერძოდ ინფორმაციის მოძიება, იმიტომ რომ ის რაც შეგიძლია 5 წუთში მოიძიო ინფორმაცია, ადრე გჭირდებოდა ამას დღეები და კვირაები და ეს არ არის უმნიშვნელო, თუმცა ესეც არის გადატვირთვა და გადაღლა ნამდვილად ადამიანისთვის და შესაძლებელია მოეწყოს კორიდორები. კორიდორებში გულისხმობ მე რაღაცა ზონები, როდესაც იქნება კიბერდიეტებს ვეძახით მე და ბავშვები ამას აი მოზარდებთან რომ მუშაობ აი თქვათ ჩვენ ურთიერთობის დროს საათი და 45 წუთი ვართ დიეტაზე და მხოლოდ დედა ან მამა თუ რეკავს იმ შემთხვევაში ვიღებ ტელეფონს იმიტომ რომ ყველა სხვამ შეიძლება მოიცადოს
ხომ და ნუ დედამ და მამამ ალბათ რაღაცა საჭიროებაა რომ რეკავს ხო იმიტომ რომ მშობელი არის უპირატესი დანარჩენ შემთხვევაში მათ ეს უხარიათ სხვათა შორის, როდესაც არის რომ თუ კი დავაწესებთ იმას, რომ ვთქვათ 2 საათი ამის გარეშე რაღაც მოწყობილობების garaშე, მაგრამ ამისათვის საჭიროა ბავშვების ეზოში ჩასვლა. არ არის დასვენება სახლში. თქვენ კი თქვით რომ თბილისში შეიძლება ადამიანმა დაისვენოს. შეიძლება თბილისში დაისვენოს ადამიანმა, მაგრამ არსებობს ეზო, არსებობს პარკი, არსებობს კუსტბა, ლისის ტბა, თბილისის ზღვა, რაღაც ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელია ადამიანი ჰაერზეც იყოს და ძალიან ახლოს თბილისთან და არ იყოს სადაც შეუძლია ტრანსპორტით მივიდეს ჩვეულებრივ ქალაქის ტრანსპორტით. აქედან გამომდინარე, ეს თუ არ მოხდა, რომ ეზო თუ არ შემოვიდა ის ბავშვის ცხოვრებაში, ბურთი, რა ვიცი, წრეში ბურთი და ის თამაშები, რასაც ჩვენ ბავშვობაში რასაც ჩვენ თამაშობდით ბავშვობაში. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ყველა მოთხოვნილებას იკმაყოფილებს აი ამ პატარა მოწყობილობაში. ერღვევა ძილი, ერღვევა კვება, იწყება ეს არასასურველი გასუქება გარდატეხის ასაკში. ერღვევა სუნთქვა და მისი ნერვული სისტემა მთლიანად არის მოშლილი, გამომდინარე იქიდან რომ რა თქმა უნდა აგრესიულია, ჯერ ეს ერთი რა კონტენტს და რა შინაარს უყურებს ჩვენ არ ვიცით, თუმცა არის პროგრამები და მე მშობლებს რეკომენდაციის სახით ვიტყვი რომ ყველა მშობელს უნდა კონდეს ეს არასრულწლოვანების, როდესაც შვილი არის არასრულწლოვანი, თუ სად შედის ის რას თამაშობს და რას უყურებს, იმიტომ რომ არსებობს პორნოგრაფია, არსებობს, რა ვიცი, ძალადობა, სისხლი, მკვლელობა, პირდაპირ ეთერში 1000 გვარი სისაძაგლი, რომელსაც შეიძლება არასრულწლოვანი უყურებდეს და ეს დაღლის გარდა და გამოფიტვის გარდა მის ძალიან სერიოზულ დაზიანებას იწვევს და ამიტომ რაღაცნაირად მშობლებმაც უნდა მოუწყოთ ის, რომ მათ კონდეთ ეს კორიდორები, მწვანე კორიდორი დავარქვათ ამას თუ რა ვიცი დიეტა დავარქვათ თუ რაც გნებავთ, რაც ბავშვებს გაეხარდებათ და დღის განმავლობაში მოვაწყოთ, თორე ამისგან ვერ გადავრჩებით, ეს უკვე ეპოქა არის ესეთი, სადაც კიბერ ეპოქაში შევდივართ და ძალიან რთული იქნება ესე აუკრძალო და ან წაართვა, ან დასაჯო ამ მიმართულებით. ვისწავლოთ სწორად გამოყენება. ვისწავლოთ. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი ვანია საინტერესო დასვენებაც ვისწავლოთ. დიახ, დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.